ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლოგლომოს მოედანზე და ეს ლომი 1861 წლიდან იცავს ამ მოედანს. ლომებზე რაც გამახსენდა, არ მახსოვს ზუსტად, რომელიღაც ბუდისტური სალოცავის კარებთან იდგა ლომი. ეს ლომი იყო ოქროსი და მას ეწერა მსგავსი შინაარსის წარწერა. Ცოცხალი არსებების მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მათ გონიათ, რომ ჭეშმარიტება შესაძლებელია შეიცნო, ხოლო მცდარი კი განაგდო. მაგრამ როცა შეიცნობს საკუთარ თავს, მცდარი იქცევა ხოლმე ჭეშმარიტებად და ამის შემდეგ აღარავითარი ჭეშმარიტება აღარ გჭირდებათ არაფერში. Glamour, Umar, Lamur. Კიდე ერთი ძალიან საინტერესო ადგილი კატმანდუში, ეს არის მათი ცოცხალი ქალღმერთის სასახლე. Umar, ასე ეძახიან ამ ქალღმერთს და მითოლოგიის მიხედვით ეს არის მათი ქალღმერთი ტალეჯუს მიწიერი განსახიერება. ნეპალში რამდენიმე კუმარი ყავთ, მაგრამ ეს არის ძირითადი სამეფო კუმარი. კუმარი ჰაროთ, აი შემისწორა ქალბატონი. ეს არის როგორც თქვი სამეფო კუმარი და მხოლოდ მას აქვს უფლება მეფის დალოცვის. მას ირჩევენ ადრეულ ასაკში, აი ეს კუმარი, რომელიც ახლა აქ ცხოვრობს, 2008 წელს აირჩიეს 3 წლის ასაკში. და არის რაღაც კრიტერიუმები, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ ეს არის ძალიან უცნაური რაღაცეები, მისი ხმის ტემბრი, მისი გოროსკოპი, მისი ფიზიკური მონაცემები და სამწუხაროდ ეს ყველაფერი გრძელდება მის ქალწულობაში შესვლამდე, ან უბრალოდ პრედპუბერტატიულ ასაკამდე. ამიტომ არ ვიცი, რომელი უფრო მედიურია, რომელი ვერსია მისი ასე მოხსენიების, მაგრამ ფაქტი ეგეთია, რომ მას შემდეგ ისინი უკვე წყვეტენ ამ ფუნქციაში ყოფნას და გადიან პენსიაზე. ძალიან საინტერესო არის ის ამბავი, რომ მერეც რო გადიან პენსიაზე, მათ უნიშნავენ $80, რაც არის აქაურ თანხაზე საარსებო მინიმუმის ორმაგი რაოდენობა და კიდე არის ერთი ასეთი ცრურწმენა, რომ თუ ვინმე ოდესღაც კუმარად ნამყოფს ცოლად მოიყვანს, იგი ხველებით მოკვდება, მაგრამ რო გითხრათ, ნეპალელები ძალიან ისეთი პრაგმატული ხალხია და მაინც ფაქტიურად ყველა კუმარი გათხოვილია და ის სრულწმენას არ აქვს დიდი დაფუძნება. წელიწადში ერთხელ კუმანი ჯატრას დღესასწაულზე მეფე მოდის აქ და კუმარი მას ყოველი 1 წლით უგრძელებს ხელმწიფობას. კუმარი მას ლოცავს გარკვეული ჟესტით, რაც გამოიხატება შუბლზე წერტილის მიკვრაში, რის შემდეგაც მეფე კვლავ 1 წლით აგრძელებს ხელმწიფობას და კიდე საინტერესო რა არის, რომ არის რაღაც საქციელთა ჩამონათვალი, რომელიც მათი რწმენით თითოეული მათგანი რაღაცას ნიშნავს. როცა კუმარი ტირის, ეს ნიშნავს მძიმე დაავადებას. არ გვინდა ტირილი, ძალიან გთხოვთ. როდესაც მას ცრემლები მოსდის, ეს ნიშნავს სიკვდილს. ცრემლები მით უმეტეს არ გვინდა. როცა კუმარი უკრავს ტაშს, ეს ნიშნავს, რომ მეფის ძალიან უნდა ეშინოდეს სტუმარს, საქართველოში იქნებოდა კარგი ესეთი კუმარი. მეოთხე, როცა ის კანკალებს, ხო, ეს ნიშნავს, რომ დაატუსაღებენ ვინმეს. კუმარს რომ საქართველოში ეცხოვრა ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში, ალბათ კანკალით მოკვდებოდა ორთაჭალაში თავის ბინაში. და როდესაც ის კრიფავს საჭმლის ნამცეცებს, ეს ნიშნავს უფულობას, მატერიალურ გაჭირვებას. ეს ბოლო პუნქტი ჩვენ სპონსორებს არ მოეწონებოდათ ნამდვილად. არა? კი. ხედავთ ალბათ ტრედების რაოდენობას, გადავირიე რამდენი არიან. მაგრამ არის ქალაქის რაღაც ადგილები, აი როგორც აქ ტრედებია, იქ ყორნების ხედან, აი ამ რაოდენობის და
მათაც ხალხი ყვებავს. ინდუისტურ რელიგიაში ყორანი არის მოწყენის და სევდის სიმბოლო და მოსახლეობა ყვებავს მათ, რათა უბედურება არ ეწვიოთ. თან ვითვლი 327 კიბია, ცოტა უნდა დავისვენო, აღარ შემიძლია. როგორი კიბია? ის ფილმი მახსენდება Kill Bill-ში უმა თურმანს რო წყალს ათრევინებს სათლებით, მაგრამ ის რო ზემოთ უმა თურმანი მელოდებოდეს იმ სათლებით, მაინც აღარ შემილია, ძალიან დავიღალე. ბუდა კი არა, ვინ უნდა მელოდებოდეს ზემოთ, მაგრამ არა. ფორმა არის სიცარიელე და სიცარიელე არის ფორმა. ნაწყვეტი გულის სუტრადან, გულის, რომელიც ამოვარდნილი მაქვს 327 კიბეზე, მაგრამ ცოტაცა უნდა გაუძლოთ, ავიდეთ. აჰა, როგორც იქნა ავიარეთ 365 კიბე და აღმოჩნდით ამ ლეგენდარულ სტუპასთან, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული და დაცულია. ლეგენდის თანახმად, აი ოქროს კუბზე გამოსახული თვალები რომ არის, ეს არის ნიშანი იმის, რომ ყველაფერს ხედავ და მასზე ხელის დადება არის ერთ-ერთი ისეთი ბუდისტური მადლი. ცოტა არ იყოს დავისვენე იმ 365 კიბის ავლის შემდეგ და ცოტა ბუდისტურ იმაში თუ ვიტყვით, არ არსებობს არც დაღლა და არც დასვენება, თუმცა არც უამისობა არსებობს. ეს სხვადასხვა ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია, რომელიც ესე იგი როგორც ბუდისტებისთვის, ასევე ინდუიზმის მიმდევრებისთვისაც თანაბარ სიწმინდედ ითვლება და ამიტომ აქ ამოდიან ყველა მომლოცველები. რაღაცით ჩვენ თაწმინდას მაგონებს. გადმოსახედიც არის ქალაქზე და ეკლესია ხო არის და არის, ზარების ხმაც ისმის და დროშებს თუ ხედავთ, ეს დროშები არის 5 ელემენტის სიმბოლიკა. თეთრი ნიშნავს ჰაერს, წითელი სისხლს, ლურჯი წყალს, მწვანე ბუნებას და ყვითელი ცეცხლს. ეს არის სულ 5 სიმბოლო. ლეგენდის მიხედვით ბუდა დაიბადა მაისში სავსე მთვარის ჟამს. დედამისი მაია დევი ესტუმრა სპილო ხილვებში, რომელმაც უთხრა, რომ დაიბადებოდა შვილი და უკვე დაბადების შემდეგ წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ მისი ვაჟი გაიზრდებოდა დიდი მეფე ან რელიგიური მოღვაწე, რისი 32 ნიშანიც არსებობდა. სულ მაინტერესებს რა არის ეს 32 ნიშანი. ბუდიზმში ხსნის გზა შედგება 8 საფეხურისგან. მხოლოდ ამ 8 საფეხურის გავლის შემდეგ აღწევს ადამიანი გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც მტანჯველი სიზმარია ბუდიზმის დოქტრინის მიხედვით. სწორედ ამ 8 საფეხურის შემდეგ მიიღწევა ეს ეგრეთ წოდებული ნირვანა, ხოლო ამ 8 საფეხურიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება მდგომარეობს იმაში, რომ არ ავნო არც ერთ ცოცხალ ცხოველს, მწერს თუ ადამიანს. თავიდან რო სიტყვა იყო, ნეპალში ეს სიტყვა იყო ნამასტე. ანუ მისალმება ნეპალურად. ნამასტე ბესო. ნამასტე გიო. და ბესო ხვედელიძე, ჩემი კეთილი მეგობარი, მწერალი, მე ასეც ვიტყოდი, რომ კლასიკოსობამდე ერთი ნაბიჯი აკლია მას და ეს ნაბიჯი სიკვდილია. ჩვენ ამას არ ვაპირებთ ნამდვილად. და აი როგორც იქნა ერთად აღმოჩნდით ამ
ჯადოსნურ ადგილას. რამდენი გვილაპარაკია ამ ადგილზე, რამდენი რამ მოგიყოლია, მაგრამ მოდი იმას ვიტყვი, რომ აი ხო ყვებოდი ამას და ხო არის საერთოდ ეგ ამბავი, რომ ვიღაცა რაღაცას გიყვება, ან შენ რაღაცას კითხულობ და იმ ადგილზე გექნება რაღაც წარმოდგენა. და ყოველთვის ეს წარმოდგენა, ამ წარმოდგენაში გვაქვს ხოლმე 10%-იანი, 20%-იანი ცდომილება, როცა ჩავდივართ იმ ქვეყანაში, სადაც არ ვყოფილვართ, მაგრამ მონაყოლით ან წაკითხულით ვიცი. რა მოხდა ამ ქვეყანაში? ამერია 100%-იანი ცდომილება გამეჩნდა მიუხედავად იმისა, რომ 1000 ჯერ გაქვს მოყოლილი არა მარტო შენ წაკითხული რევაზას და აულაგილი გიოს ფილმი, მაგრამ რო ჩამოვედი იყო აბსოლუტური შოკი. ანუ აი ეს ცდომილება გაქვს ბოლომდე. ასეც უნდა იყოს. მე ვიტყოდი რომ ხო, მეც შევამჩნი რომ ყველას თავისი ნეპალი აქვს ხოლმე, აქ რო ჩამოვა, ყველას თავისი კატმანდუ აქვს, ვინც მოდის და ვინც ეხება, თავისებურად ყვება, თავის რაღაცებს ამჩნევს, ნივთებს, საგნებს, ვიღაცა ფრანებს ამჩნევენ, საშირო ფარფატებენ, რომლებიც მე არასდროს არ შემიჩნევია. ვიღაცები არწივებს ხედავენ, რომლებიც მტრედებს დაზდევენ, რომლებიც მე არასდროს შემიჩნევია. მე თვითონ უამრავი რაღაც შევამჩნია, რაც სხვებს არ შეუმჩნევიათ და ალბათ ეს რაღაცა მაგიური ადგილი აი ამ ნიჭითაც არის დაჯილდოებული. თან გავითვალისწინოთ, რომ 2070 წელი დგას აქ და შესაბამისად რაღაცები სხვანაირად უნდა იყოს და იმ ლოგიკას არ უნდა ექვემდებარებოდეს, რომელიც არსებობს ადამიანურ ლოგიკას, რომ აი ერთი ანუ ეს ცდომილება ნორმალურია, ბუნებრივია და უნდა იყოს. ნორმალურია, ეს ადგილსაა, ეტყობა ეს ენერგეტიკა და მაგიური ძალა. ხო, რომ ადამიანებს აი ესეთ რაღაცნაირად თავისებურად მართავს. ანუ ადამიანები ხედავენ იმას, რაც უნდათ აქ თვითონ დაინახონ. და კიდე დასანახი იმდენია, რომ მართლა ნამასტე და კიდე კაი რო ასეა. ნამასტე. ეს იყო პირველი, რა ქვია, ასე ვთქვათ, ნიშანი, რომ მარტო მისალმება არ არის, ხო ნამასტე? არა, მარტო მისალმება არ არის. უამრავ რამეს ნიშნავს. გამოიყენება მადლობის ამბავი, მადლობაც, როგორც მისალმება, როგორც დამშვიდობება, როგორც ვთქვათ, ძალიან თუ გავხურდით, შეგვიძლია ტაქსის გამოძახებითაც და დალაპარაკებით, ანუ მარტო ნამასტეთიც შეგვიძლია გახვიდე ფონს, ვიდრე ვთქვათ, ასე ვთქვათ, მოხალასზე და მიხვდები სად ბანაობს, სად ახარს, რა ხდება აქ. ანუ ნამასტე და ჟესტიკულაცია კმარა იმისთვის, რომ ჩამოხვიდეთ ნეპალში, არ გჭირდებათ უცხოენის ცოდნა. ისე კიდე დავინტერესდი თვითონ სიტყვა რას ნიშნავდა ეტიმოლოგიურად და აღმოვაჩინე, რომ ეს ნიშნავდა მართლა დიდებულ რაღაცას შინაარსობრივად, მე შენში ვხედავ ღმერთს. და წარმოიდგინე ქვეყანა, რომელიც ესე ცხოვრობს, რომ ყოველი მოქალაქე, ყოველი ტურისტი ერთმანეთთან ესე ურთიერთობენ, რომ ერთმანეთში ხედავენ ღმერთს და ალბათ ეგეც არის კიდე მიზეზი, რომ ამ სიტყვასაც თავისი ის აქვს ადგილი ალბათ ამ გარემოს ჯადოსნურობაში, რომ ამ გარემოს ჯადოსნურობა რაღაც ამ სიტყვამაც განაპირობა. და ღმერთზე გამახსენდა, რომელსაც ხედავ და აი ვისი თვალებიც გვიცქერენ, ამ ადგილზე მოყევი. კაი ლეგენდა არის, მომწონს ძალიან. ეს არის დიდებული ადგილი, მართლა ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ადგილია ბუდისტურ სამყაროში. ეს არის ბუდას სტუპა, ბუდასადმი მიძღვნილი ყველაზე მაღალი სტუპა მსოფლიოში. ეს არის ადგილი, რომელსაც უკავშირდება ერთი ძალიან ლამაზი ლეგენდა და ვიდრე ამ ლეგენდას მოგითხრობდეთ, მე მინდოდა მეთქვა, რომ ყველა ადგილი, რაც კი არის საინტერესო ნეპალში და ესეთები უამრავია, ყველას აქვს გამომული თავისი ლეგენდა, რაღაც მითი, რომელიც დღემდე შემოინახა კაცობრიობის, აქაურობის მეხსიერებამ და რომლებიც ეს ლეგენდები, აქაური ნეპალური ლეგენდები, განსხვავდება თავისი ლოგიკით, რაღაც პრინციპებით. უნებრივია, ცდომილებაზე რომ ლაპარაკობდით, ეგ ამბავია. ცდომილებაზე. მაგალითად ეს ულამაზესი ბუდას სტუპას არსებობა უკავშირდება ერთ ლეგენდას, რომელიც მოდის თარიღდება მე-5 საუკუნიდან. მაშინ კატმანდუს, ასე ვთქვათ, დასარწყულებლად მეფემ იქაურმა, იმდროინდელმა მოინდომა აეშენებინა დიდი აუზი, რომელთაც მომარაგდებოდა ეს ქალაქი წყლით და ამოისუნთქავდა მოსახლეობა. დაიწყეს კიდეც მშენებლობა, რომელიც რამოდენიმე ათეულ წელს გაგრძელდა. ნარაიან-ჰიტის აუზი დღემდე არსებობს კატმანდუში და ესეთი იყო ფინალი, ესეთი უნდა ყოფილიყო, რომ აუზს უნდა ჰქონოდა ნარაიან-ჰიტი. ნარაიან-ჰიტი. ნარაიამა სხვა ამბავია, ხო? კი, ნარაიამა ეს იაპონიისკენ მივდივართ. ნარაიამაზე. ნუ აღმოსავლეთია მაინც. კინო ამახსენდა. და უნდა დამთავრებულიყო ეს აუზი 3 გველეშაპის თავით, საიდანაც წყალი უნდა გამოსულიყო და შეევსო ეს აუზი. მაგრამ აი გახსნის დროს წარმოვიდგენელი როგორი იქნებოდა ცერემონიალი, არაფერი წვეთი არ აღმოჩნდა რომ წყალი არ მოდის გველეშაპის თავებიდან. მეფემ შეკრიბა თავისი ასე ვთქვათ
ჩინოსანი ქურუმობა და მათ გამოიტანეს ესეთი დასკვნა, რომ ვინმე დიდებული ადამიანი უნდა შეწირულოდა მსხვერპლად ერთი მაინც, რომ წყალს დაეწყო დინება ამ გველეშაპების თავებიდან, მეფემ მიიღო მათი რჩევა, დაყაბულდა და თავის შვილს ვაჟს უბრძანა, რომ მეორე დილით რო გავიდოდა სასახლიდან, ვისაც კი ნახავდა პირველს მიწაზე დაწორულს, მაშინვე მოეკვეთა მისთვის თავი. ვაჟიც ესე მოიქცა, ნახა მართლაც ამ ნარაიანჰიტის პირას პირველი წოლიარე ადამიანი ძონძებში გამოქვეული, მაწანწალას ასე ვთქვათ ფორმაში და არც სახელი უკითხავს, არც გვარი, ესევე მძინარეს მოჰკვეთა თავი. და სწორედ ამის მერე აღმოაჩინა, რომ ეს იყო მამა. აღმოაჩინა, რომ საკუთარი მამა მოუკლავს და საკუთარ მამას საკუთარი თავი შეუწირავს მსხვერპლად. და მართლაც კი, როგორც კი ეს მოხდა, მაშინვე იწყო წყალმა დინება ამ გველეშაპების თავებიდან და როგორც ლეგენდა ამბობს, ერთ-ერთი გველეშაპის თავს მიბრუნდა შეძრწუნებისგან ზეცაში აღუპყრია მზერა. და ვაჟიც მე ეს ლეგენდა ამით არ ვრთავდება, კი დარწყულდა კატმანდუ, მაგრამ ვაჟი თვითონ გაუგნებული ამით, რომ მამამ წარმოიდგინე როგორი რაღაც ბედისწერის როგორი ბედისწერა აქიდა. სინდისის ქეიჯნატურა დავარქვათ, სინანული განერიდა საერო ცხოვრებას, წავიდა ტაძრად, იქ ცხოვრობდა, ინანიებდა და შემდეგ ერთ-ერთმა ღმერთქალმა შეიწყალა ასე ვთქვათ ეს პრინცი და უთხრა, რომ ეს ჯადო, ასე ვთქვათ, სინანულის აეხსნებოდა თუ ბუდას მიუძღვნა, აუშენებდა, ასე ვთქვათ, ყველაზე სოფლიოში ყველაზე ლამაზ და ყველაზე მაღალ სტუპას. იმის შემდეგ მეხუთე საუკუნეში მეხდება თუ სწორად მახსოვს. კი ბატონო, მეხუთე საუკუნით თარიღდება და იმის მერე არც აშენებულა ამაზე მაღალი და ამაზე ლამაზი ტაძარი. ეს მშენებლობა რამოდენიმე ასევე 10 წელიწადს გაგრძელდა. ფაქტობრივად მთელი იმდროინდელი აი აქაური საყარო მონაწილეობდა ამ მშენებლობაში. დაასრულდა ერთ-ერთი წლის თებერვლის თვეში და ეს თარიღი აღენიშნება ყოველთვის დიდი ზარზეებით. აქ თავს იყრის მთელი ბუდისტური სამყაროს, ასე ვთქვათ, ყველა იერარქიულად არ აქვს მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, ზემო ქვემო ფენები, ჩამოდიან ტიბეტიდან, ტიბეტელი ბუდისტები, მთელი მსოფლიოდან მოედინებიან ტალღებად ბუდისტები. და აქ არის ხოლმე 1001 ცეცხლის ღამეს ეძახიან მაგ დღეს, როცა ეს დღე აღინიშნება, ეს ღამე აღინიშნება და აქ კიდევ ეს თვითონ ეს შემოღობილია ეს ტერიტორია სახლებით, ძალიან ლამაზია აქაურობა. ცნობილია კიდევ უამრავი დღესასწაულით, რომელსაც მასპინძლობს აქაურობა. ეს არის კიდევ ბუდას დაბადების დღე თავისთავად, რომელიც ახლა მაისში უწევს. შივას დღესასწაული, რომელიც გავიარეთ 8 მარტს არის თუ სწორად მახსოვს. კი ბატონო. და კიდევ არის აი ესეთი ნაირ-ნაირი ბუდისტური დღესასწაულები, რომლებსაც ასე ვთქვათ, აი გულუხმად მასპინძლობს ეს ბუდას სტუპა. ფაქტობრივად ეს არის მთლიანი ესეთ ლაკონური ისტორია თავისი ლეგენდით. დღეს მთელი მსოფლიო აქეთკენ მოედინება ტურისტულად. ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია ნეპალი და ყველაზე ტურისტული ცხელი წერტილი თუ გინდა იპოვო ნეპალში, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ის არის, სადაც ახლა ჩვენ ვიყოფებით. და გავუყურებთ. მეორედ მაიმუნების იქ ვიყავი უშენოთ. ისიც ძალიან მაგარი ადგილი, იმასაც კაი ლეგენდა აქვს და ის ლეგენდა უფრო ესე ვთქვათ თვითონ ქვეყანას უკავშირდება, როგორ წარმოიქმნა ლოტოსის ყვავილი, კატმანდუს ველი, შემდეგ ნეპალი, ეს არის ადრე აიქაურობას, ახლა ჩვენ სადაც ვხედავთ დიდ წყალს ეკავა, მოკლედ და ერთხელ მოვიდა წმინდანი ვაიროკანა, ესეთი არის ლეგენდა, ილოცა ამ წყლიდან ამოწვერილ პატარა მიწის ნაგლეჯზე და ამ მიწის ნაგლეჯზევე გადაისახა ლოტოსის ყვავილად. შემდეგ ერთ-ერთმა პრინცმა გასჭრა პრინცმა მანჯუშრიმ გაანგრია ხეობა, ჯადოსნური ხმლით გაჰკვეთა, ეს წყალისგან დაიწრიტა ეს მიდამო და აღმოჩნდა, რომ გათავისუფლდა წყლისგან ეს ველი და ამის შემდეგ დაერქვა აქ გაშენდა ქალაქი კატმანდუ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მთის წვერი კი არა, ეს წვერი, რომელიც ჩანდა წყლიდან, იყო მთა, 73 მეტრის სიმაღლის მთა, რომელსაც დაერქვა თვითქმნადი ღმერთი, სვაიან ბუტნა. ნაბადი ხო, ეგ ძალიან მოწონს ეგ.
ნუ ბუდიზმით დავიწყეთ ჩვენ და არ შეიძლება არ ვახსენოთ ინდუიზმი, რამე თუ უმეტესობა 85%-მდე ინდუიზმის მატარებლები არიან. ნუ რაღაცა ძალიან მოკლე ექსკურსი ინდუიზმის შესახებ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ეს ინდის ცივილიზაციიდან მათ ქალღმერთს გავს ეს ამბავი, მე უბრალოდ ჩრდილოეთიდან შემოვიდნენ ვედები, ტომები და შეერია მათი და ამ ძველი ინდების და მაქედან წამოვიდა, ანუ შივა თვითონ ძალიან გავს იმ ქალღმერთს თავის ფუნქციონალური თუ რა დავარქვათ მაგ დატვირთვებით და გუშინ რო გავისეირნეთ მე და შენ. კი, ის ამბავი ინდუისტების კრემაციის უცნაური დღე იყო საერთოდ ნეპალისთვის, რომ უცნაური და ალბათ რაღაც კუთხით ბედნიერიც, რომ იმ დღეს არავინ არ გარდაცვლილა. მიბარებია, ასე ვთქვათ, შივას და არავინ არ მიბარებია მდინარე ბაგმატის, რომელსაც მე ეს ნეშტი, რომელიც კრემაციის შემდეგ ეს ყვავილებით გაწყობილ ნავზე იდება. მოყევი მაგ ტრადიციაზე და მოყევი ყველანაირად თეატრი რო უწოდეს ამ იმას და შოუს რო აკეთებენ და ცოტა ფულს ამითაც შოულობენ, მაგრამ ცოტა აღარ ქვია მაგრამ. ნუ შივასთან არის ეს დაკავშირებული, ვინაიდან ინდუისტთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ინდუისტური მონასტერია, თვითონ ეს პაშუპატინატი, ესე ქვია ამ მონასტერს, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მე ვიტყოდი მსოფლიოში ალბათ ესეთი ინდუისტური ესეთი კერა, აქედან იწყება ყველაფერი, იმიტომ რომ აი თუნდაც რო ავიღოთ სიტყვაზე აი ამ ადგილის მნიშვნელობა პაშუპატინატის, სადაც ვიყავით გუშინ, მთელი მსოფლიო ინდუისტების, ასე ვთქვათ, ოცნება არის და ეს საკმაოდ ძვირ სიამოვნებასაც წარმოადგენს, სიამოვნებას თუ დავარქვევთ ამას, აი აქ კრემაცია. და მთელი მსოფლიოს ინდუისტები შეზარებით შეძლებულები ცდილობენ რომ მოხვდნენ აქ პაშუპატინატის მონასტერში, იმ სახლებში, სადაც ისინი სიკვდილამდე ცხოვრობენ. და შემდეგ ნახე და რა უცნაურია, პატარა კოტეჯები დგას აგურის. ისეთი მოტელი გეგონება და ამ დროს ხალხი რო გრძნობს სიკვდილის მოახლოებას, მოდიან და სახლდებიან მაგ 3 დღით ადრე, 1 კვირით ადრე, 1 თვით ადრე. ყოფილა შემთხვევა, აი დედა ტერეზას შემთხვევა არის საკმაოდ გახმაურებული. დედა ტერეზას ჯანმრთელობის მხრივ ხადრე ოდესღაც საკმაოდ ცუდად ქონა საქმე და სწორედ აქ პაშუპატინატში ქირაობდა ის ოთახს, იმიტომ რომ რაღაცნაირად წინათ გრძნობა ჰქონდა რომ უნდა გარდაცვლილიყო და მასაც სურდა როგორც ინდუისტს თავიდან რომ აქ მიბარებოდა, აქ კრემაცია აქ შესრულებულიყო და აქ მიბარებოდა მდინარე ბაგმატს, რომელიც ჩაიტანდა მერე მის ნეშტს წმინდა მდინარე განგში. მაგრამ ესე არ მოხდა და სწორედ ამის შემდეგ გაიცნო მსოფლიომ დედა ტერეზა იმ თავის მოღვაწეობით. მას მერე დაიწყო, ხო? მას მერე დაიწყო, ფაქტობრივად მეორედ დაიბადა. და ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. იქ როგორ ხდება, როგორც გადმოცემით ვიცი, არის ეს რიტუალი არის ძალიან და კი ბატონო, ძლიერნი ამა ქვეყნის 12 სცენაა, სადაც ორი სცენარი განკუთვნილი, ესე ვთქვათ, ამა ქვეყნის ძლიერთათვის და დანარჩენი ესეთი უბრალო მოკვდავებისთვის, თუმცა იმათ უბრალოებსაც ვერ დაარქვევ. და ესე გაყოფილია ეს სცენები, ხიდი ყოფს, ორი სცენა მდინარის ზემოთ არის, დანარჩენი სცენას პირობითად პირობითად, კი, მაგრამ ესე სცენის დანიშნულება აქვს, იმიტომ რომ შემაღლებულიც არის და ასე ვთქვათ, გამოწეულიც არის წინ და სწორედ აქ სრულდება ეს რიტუალი და ეს რიტუალი ძალიან მრავალფეროვანია. ევროპელისთვის შეიძლება ცოტა ისიც იყოს ველური ნაკლებად ძალიან ისეთ შემაძრწუნებელიც იყოს, იმიტომ რომ წარმოიდგინე ადამიანს კრძალავენ და მწუხარების ნაცვლად აქ სუფევს და მეფობს სიხარული, მუსიკა, ცეკვა, რთავენ ყვავილებით, ეს ყველაფერი აი სახეზე ღიმილით აცილებენ, თქვათ, იმ სხვა სამყაროში, უკეთეს სამყაროში თავის მიცვალებულს. ეს კაიხანს გრძელდება ეს რიტუალი 2 საათი, 3 საათი და შემდეგ ეს როცა კი ეს ნავი, ნეშტიანი ნავი გაუყვება თავის გზას, ეს უახლოესი ნათესავები შედიან ამ მდინარეში და ასე ვთქვათ, განიბანებიან. ხო, ეს წმინდა მდინარე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რამდენჯერმე მაგ ხიდზე რო გადავიარე, ისეთი სუნი მოდის ამ მდინარიდან და ისეთი ნაგავია დაყრილი, რომ მე მაგ მდინარეში შედიან, განიბანებიან და რაღაც 11 დღიანი ის აქვს, ხო? ეგრეთ წოდებული გლოვის და მე გლოვასაც ვერ დაარქვევ მაგას.
და ესეც კიდევ ეს ადგილიც კიდევ ერთ ლამაზ ლეგენდასთან არის გამომული, უკვე შივას უკავშირდება კონკრეტულად. რა თქმა უნდა, ლეგენდა ამბობს უფრო სწორად, რომ შივამ ილოცა მდინარე ბაგმატის პირას ერთ-ერთ ღამეს და სწორედ ამ ღამეს შემდეგ ეწოდება ამ ღამეს შემდეგ ამ ღამით აღინიშნება ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, ინდუისტური დღესასწაული შივას ღამე, შივარატრი, ყოველ 8 მარტს და ამ ღამის შესახვედრად მთელი მსოფლიოდან ასევე მოედინება მთელი ინდუისტური სამყარო. შივა, ვინც არის იმის გასაგონად ვიტყვი, ყველაზე ესე ვთქვათ მრავალფეროვანი ღვთაებაა ამ ინდუისტური ღმერთების პანთეონში და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ მოსდგავს მას. სიცილი, ცეკვა, ქალები, გართობა, მოსაწევი ეს შივას ასე ვთქვათ გედონიზმისკენ მიდრეკილი ღმერთი ასე მრავალხელება ანუ ღმერთი ღვთაება რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ნეპალს სხვათა შორის შივას ქვეყანას ეძახიან მიუხედავად იმისა რომ ბუდას სამშობლოც ნეპალია მაინც შივაისტები ჭარბობენ პროცენტულადაც და სწორედ ამ ღამით გავაგრძელებ შივარატრის ღამეს ყველა მოდის რომ შივას აღუვლინოს მადლად კვამლი რომელიც აი მოწეულ აპიროს თუ შეკეთებულ მარიხუანას ეწევიან? მარიხუანას ეწევიან, ჰაშიშს ეწევიან. ბოლი თუ სასურველია ბოლებადი ბოლი? საუბარია მარიხუანასა და ჰაშიშზე. ან მიქსზე, ამ ორის მიქსზე. ის მთა გამახსენდა მარიხუანაზე და შივაზე, რომელიღაც მთა ყოფილა აქ. სადაც ის არის. მთელი იმთაზე ასვლა არ შეიძლება, არის ლეგენდა, რომ იმთაზე არის შივა წამოწოლილი, განისვენებს და სულ ღრუბლები ადგას იმთას, ანუ ისე ალეგორიულად ეს არის შივა ეწევა და კვამლი ადგას მთებს. და ამ ლეგენდის, ასე ვთქვათ, საფუძველი არის ის, რომ ვიდრე საერთოდ აქ მონასტერის ჩანასახი შეიქმნებოდა, მინდორველები გორაკები იყო უსოვარ დროს და წყემს იაძოებდა თავის ნახირს. და ერთხელ მოისაკლისა ერთ-ერთი ძროხა და ასე ვთქვათ, დაუდარაჯდა და შეამჩნია, რომ ეს ძროხა უჩმურად იპარებოდა ამ ნახირიდან, მიდიოდა რაღაც ბორცვზე და იმ ბორცვზე ბალახობდა და ჯიქნებიდან ზდიოდა რძე სულ ერთ ადგილას და იქ ამოსულ ბალახს ჭამდა. დაინტერესდა ეს მწყემსი თუ რა ხდებოდა და ერთხელაც როცა დაიგულა, რომ ეს ძროხა არ იყო იქ, ავიდა ამ ბორცვზე და ნიჩბით დაუწყრო თხრა ამ ადგილს. რომელიც დასველებული იყო და ასე ვთქვათ დანესტიანებული იყო ამ ძროხის ჯიქნებიდან გადმოწვეთილი რძით. და უეცრად ამ თხარა იფეთქა მიწიდან უზარმაზარმა სინათლის სვეტმა, რომელმაც ეს მწყემსი გოპალი აქცია ფერფლად და სწორედ ამას დაედო მე საფუძვლად, რომ მეფემ, რომელსაც ასევე გოპალი ერქვა, ააშენა. აქ დადგა პირველი ქვის ლინგამი, ასე ვთქვათ სალოცავი, რომლის გარშემოც და რომელიც იყო პირველი ქვა, ასე ვთქვათ, დადებული პატინატის ასაშენებლად და მე ამის შემდეგ შეიქმნა გარშემო ეს მონასტერი, აშენდა მონასტერი და ეს ინდუისტების ყველაზე, ასე ვთქვათ, ესეთ მნიშვნელოვან კერად ითვლება. პოლიტიკას რაც შეეხება, დავაკვირდი, რომ ჩვენი არ იყოს მიდრეკილი არიან არეულობისკენ. ნუ რაღაცეთ მოკლედ, სუპერ მოკლე ისტორიული ექსკურსი, რომ 1923 წელს მოიპოვეს პირველად დამოუკიდებლობა და მე ნუ საინტერესო არაფერი ხდება მათ ისტორიაში 90-იანებამდე და 90-იანებში რო იწყება არეულობა, როგორც ჩვენი არ იყოს, 2 წელზე მეტი მთავრობა არ ყოფილა იქ მაოისტურ აჯანყებას გადაყვა 13,000 კაცი მოკვდა. მე ის ცნობილი სამეფო ჟლეტვა და დღეს რა ხდება? 2006 წლის შემდეგ მშვიდობა და სიწყნარეა და დაუბრუნდნენ ისევ იმ ცხოვრების რიტმს და ტურიზმისთვის იყო ეს პირველი დარტყმა, იმიტომ რომ ნეპალი ყოველთვის ცნობილი იყო როგორც მექა ტურისტული, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოს ხიპობა, მთელი მსოფლიოს ისეთი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, ასე ვთქვათ, შემოქმედები, აქეთ ილტვოდნენ მოგზაურები, უბრალოდ პილიგრიმები, მთამსვლელები, უამრავი წახნაგი აქვს თვითონ აქაურობას, რისაც შეიძლება ნორმალური ადამიანი დაინტერესდეს და ასეც იყო და ამმა საერთოდ გააჩერა ეს ყველაფერი და 2006 წელს
როცა დასრულდა ეს ომი, რაღაც შერიგება მოხდა, არა და ომი იყო ერთნაირ მხარეს შორის, იმიტომ რომ კომუნისტები ებრძოდნენ კომუნისტებს. მაოისტი კომუნისტები ებრძოდნენ სახელმწიფო კომუნისტებს. სამოქალაქო ომი იყო ფაქტობრივად. დღეს ვინ სჭარბობს პარლამენტში? დღეს უკვე მისცეს ეს ფაქტობრივად ომის საფუძველი რა იყო, რომ მაოისტები ითხოვდნენ პარლამენტში, რომ ქონოდათ ადგილი. რომელიც არ ქონდათ მას იქამდე, ხა აქვთ რაღაც რამოდენიმე ადგილი. ბოლო მეფე ვინც იყო, რომელიც 2007 წელს საკუთარი ეს მონარქიას გააუქმა, საკუთარი თავის გადაიყენა. ის დღეს ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, საკუთარი სასახლეც გადასცა სახელმწიფო მუზეუმად არის ახლა გადაკეთებული და თვითონ ჩვეულებრივი მოქალაქესავით მოძრაობს ფეხით ქუჩაში და არაფრით არ გამოირჩევა იმ ნებისმიერი ნეპალელისგან. დღემდე ცოცხალია და დღეს უკვე პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერი მართავს ამ ქვეყანას და არეულობები მორჩა, თუმცა მიტინგები, ხელთხელი მიტინგები არის ხოლმე ესე წითელი ლენინის თავიანი დროშებით, ნამგალი ურო და ვერ გაიგებ ვინ ვისკენაა და რაღაც გამოდიან, პაგოდებზე დგებიან, ძალიან ისეთ ლამაზი სანახავია ეს მიტინგები. პოკარაზე მომიყევი რა ფოტოებს რომ ნახულობდით, ცუდად ხდებოდი, მაგ პოკარას ხათრით. ჩემი ჩანთები ხო ნახეს, ჩემი ანკესის ჩანთები წამოვიკიდე, მეგონა რომ ვითევზავებდი, მაგრამ ნუ წმინდა შემდეგ ჯერზე მოხერხდება. რა ხდება პოკარა? აი, კატმანდუ თუ ჩემი ქალაქია, პოკარა ჩემი სოფელია, ასე ვთქვათ. ალპ ქალაქია, პატარა. სადაც ძირითადად ალპინისტები და დროის გატარების მოყვარული ტურისტები იყრიან თავს. ეს ალპინისტები marшрутზე გზად არის, აი ევერესტზე რომ ევერესტზე არა, ეს ანაპურნა დაულაგირი, ანაპურნა 2 და კიდე სხვა 7000-იანები, 8000-იანების მარშრუტებია. პოკარადან აკეთებენ ასე ვთქვათ მარშ-ბრასოკებს აი 8000-იანებისკენ ალპინისტები და თვითონ ეს ქალაქი არის ძალიან საინტერესო. აი ქობულეთს გავს მაგალითად, აი პირველი ასოციაცია რო გამიშთა პირველ დროში ვხედე, მე თვითონ ქობულეთში ვარ. ერთი გრძელი ქუჩა, რომელიც ტბას ურტყავს წრეს, განსხვავებით თქვა ქობულეთისგან, მაგრამ აი ეს რაღაც იქაური ეს ხო რაღაცა სული, რაღაცა იდგა სუნი ისეთი, რომ ასოციაციით ისევ საქართველოსკენ წავედი და ეს არის ძალიან ულამაზესი ადგილია. კატმანდუზე დაბლა ტბის გარშემო თვითონ ქალაქის გარშემო უზარმაზარი აი რამოდენიმე ათასიანი მთები ფარავს, აი ესეთ ჩამოხურებს ამ ქალაქს და პლუს ტბაში არის პატარა კუნძული, ამ კუნძულზე მონასტერი. ეს ტბა სავსე ნავებით, ზოგი თევზაობს, ზოგი ბანაობს, ზოგი უბრალოდ სეინობს, ცასავსე პარაპლანებით. იქ არის ერთი ცნობილი ადგილი ნეპალში, სარანკოტი, სადაც პარაპლანერისტები, აი ესეთი სერიოზული პარაპლანერისტები მოდიან რაღაც შორიდან, რომ იქიდან გადმოხდნენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა ზემოდან. უზარმაზარი სიმაღლიდან ხტები, 9 საათი ჰაერში ხარ, პილოტი მართავს ამ აპარატს, მაგრამ მაინც ესეთი შეგრძნებაა რაღაც არანორმალური. მე თვითონ ახლა არ განმოხტარო, მაგრამ ვინც გადმოხტა, აი ყველას ვაყოლინებ და ყველა განსხვავებით, რაც შენ თქვი, წეხან ნეპალთან დაკავშირებით, აი ამ ცდომილებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ცდომილება აი 100%-იანი კი არა, პირიქით 0%-იანია, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად აღფრთოვანებული და ერთნაირ ასე ვთქვათ რაღაც ემოციებს გამოდიან და ყვებიან იქიდან დაბრუნებულები. კიდევ ერთი ის არის, აი იმას შევამჩნევდი, რომ აქ რო ჩამოვდივარ, გინდა აქ, გინდა პოკარაში, ტურისტების მაინც ერთნაირი ხალხი ჩამოდის აქ. არა პირველი ახალგაზრდობის თუ ეგრევე გონია რომ იცნობ ამ ადამიანს და იმასაც იგივე ისა აქვს შტაბ-ჭრილება რომ გიცნობს და ეგრევე შედიხართ კონტაქტში, ეგ არ ჭირდება მოვლითი გზები და გაცნობა და საიდან ახარ და როგორ ახარ, აი პირდაპირ როგორც ძველი ძმაკაცი რომელსაც შეხვდი, აი ნამასტე ძმაკაცი რომელსაც შეხვდი, კაიხნის უნახავი ეგრევე იწყებ ურთიერთობას და ღიმილი არის პირველი, ესე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი ნებისმიერისთვის და ეს ყველაფერს, ასე ვთქვათ, ანეიტრალებს და აქ გასანეიტრალებელი არაფერია, ეგეთი მშვიდობიანი ქვეყანა, განსხვავებით, ვთქვათ, აი ესეთი აგრესიული ტერიტორიები ვიცი, თუნდაც ჩვენც ვიტყოდით ამათ, რომ ეგეთივე ქვეყნიდან ვარ, საკმაოდ აგრესიული ქვეყნიდან და აქ აი ამ სიმშვიდემ მე ეს ქვეყანა ჩემს, ასე ვთქვათ, რომ ამის პირველ სახლად აქცია და პირველ სამშობლოდ აქცია, იმიტომ რომ აქ მე ყველაზე მეტად უგრძნობ თავს საკუთარ თავად. არ მჭირდება თამაში, არ მჭირდება ნიღაბი ვარ, მე, პესო, ხვედელიძე და მორჩა. ეგ არის და
Barajo, Tam Guru, and Manala Puza, Chatalwanda, so Urian Eugene, Majasa, Domala, Yasato, Yamardania, Pemaginis, Soda, Porto, Kanda, Mamo, Guru Bemas in the Urian Eugene of the Dam, Pemagisa, Domala, Yasato, Yamardania, Pemaginis, Soda, Porto, Kanda, Mamo. Yalla does it, Guru Bemas, Lanam gets it to the all in the Dubai. Descenda Yegudo, Sadam Yaman, Miss the თემურლენგის მავზოლეუმში. Descenda Yegudo, Kaulmaimande ხო ბუდისტი. Menala Puda, Chatalwanda, Suvan, Yod, Kamje Janjo, აჰა, ესეც ჩემი მომეც გადავაბით. მაქედან არა. აი აქედან. ჩამოიქეთ ცაო, აი ეს მიბრაზდება მართლმადიდებლური ღმერთი და ალლაჰიც მიბრაზდება, მაგრამ ბუდა ჩვენთან არის. გაუშვით ეს და პრირაჟდონი უბიცი ადიხაიოთ, მოდი. აბა მომავალ შეხვედრამდე, შემდეგ ჯვრის წერამდე არაფერი გეტკინოთ. ნამასტე.